ამერიკული დოლარის ჰეგემონიის მიმართ წერტილის დასმა საფრანგეთის ტერიტორიაზე და ოქრო რომელიც ვისაც აინტერესებს ეს საკითხი ასე იყო რომ იყო ოქროზე მიბმული ეს ოქრო კი ინახებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლებოდა შესაბამისი ოქროს ფასად ანუ დოლარის ფასად ოქრო დაბრუნებულიყო თუმცა ეს ოქრო არავის არ მიუღია დღემდე გარდა საფრანგეთისა როდესაც ვარი უთხრეს დეგოლს თავისი ოქროს დაბრუნებაზე მან ადგა 750 მილიონის დოლარი მაშინდელი კურსით შეკრიბა დატვირთა გემებში გააგზავნა ამერიკაში და მოითხოვა ამის შესაბამისი ფრანგული ოქრო რომ დაბრუნებულიყო ამერიკელები იძულებული გახდნენ დაებრუნებიათ ოქრო ანუ გაანთავისუფლა საფრანგეთი ამერიკული გავლენებიდან და საფრანგეთის ირგვლივ დაიწყო ჩამოყალიბება იმ გაერთიანების იმ ძალის რომელსაც შემდეგ დაერქვა ევროკავშირი რომელზეც შემდეგ იქნა დაშენებული საზღვრების ასე რომ ვთქვათ გადაადგილება გადმოადგილება ერთიანი სივრცე და უამრავი რამ ევროკავშირი არის თავიდან ბოლომდე ფრანგული მოდელი და ახლა დეგოლი ისეთი პიროვნება იყო დეგოლის პერიოდის საფრანგეთმა უამრავ მიღწევებს მიაღწია მათ შორის ბირთვული იარაღის შექმნა ატომური მშენებლობა ასევე სამხედრო დამოუკიდებელი მშენებლობა ავიაციაში მშენებლობა ანუ დეგოლმა ყველაფერი გახადა სამამულო რომელსაც სხვათა შორის დღესაც კი ეპოტინებიან მის მემკვიდრეობას საერთოდ საფრანგეთი დღემდე არის დაავადებული დეგოლიზმის სენით აი დეგოლიზმის სენით არის დაავადებული სრულად ენაცვალეთ ბოლოში გაგცემთ ყველას პასუხს და დღეს როდესაც ნებისმიერი ფრანგი პოლიტიკოსი რო გითხოთ დეგოლს ბაძავს და თქვენ საფრანგეთში ვერ ნახავთ ვერც დაბას ვერც სოფელს ქალაქში არა ლაპარაკი რომ ცენტრში ყველაზე საპატივცემო ადგილს დეგოლის სახელი არ ერქვას და დღესაც რომ მოდიან პოლიტიკოსები ყველა მის თავში თვლის რომ აი და ხალხს აბოლებს რომ ის თურმე დეგოლის მიმდევარია სინამდვილეში არც ერთი არა დეგოლის მიმდევარი ძალიან კარგად ვიცი აქ ვარ და ვხედავ და აი ეს მაკრონი რომელიც ახლა გამოდის და ამბობს იმას რომ თურმე ბირთვული ფარი რომელი ბირთვული ფარიც შეიძლება იქნას ამერიკული იარაღი ევროპიდან გატანილი ამას საფრანგეთი მოახდენს დაცვას ევროპის საზღვრების და ანუ საფრანგეთი ითამაშებს ლიდერულ როლს როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და აი ძალიან სასაცილო არის ეს ყველაფერი რა, აი ძალიან სასაცილო არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ისეთი ჩმორები და პედერასტები და საკუთარი ერის მოღალატეები, როგორც მაკრონი არის და როგორც შოლცი იყო და ეს ინტერნაციონალისტების უყველო, რომელმაც საკუთარი ერი და ქვეყანა გადააგვარეს, ბაძავენ ყველაზე დიდ ნაციონალისტს და ყველაზე მაღალ ფრანგს. რომელიც არაფერი არ გამოუვათ, რა თქმა უნდა, ეს სისულელი ამაზე ლაპარაკი, მაგრამ აი ხალხის ყურის მოსასმენთ, როგორც ჩვენთანაა საქართველოში, სხვათა შორის, რომ ყველა ზვიადისტირუას აარჩევნოთ და ყველა მერაბ კოსტავას და ყველა ზვიად გამსახურდიას რო ბაძავს, აარჩევნოთ ხალხის გული რომ მოიგონა, აი ისეა იქაც. სხვათა შორის ერთხელ ცოტა გულზე მომეშვა ფრანგების ამბავი რო აქ შევისწავლე კარგად, იმიტომ რომ ჩვენ მარტო არ ყოფილვართ ამ არის სულელები. და დეგოლიც ფრანგებმა მოიშორეს თავისი ხელით და როგორც გამსახურდია მოგვაშორებიეს გარეჩარევიდან, ისე დეგოლი მოაშორებიეს გარეჩარევიდან მერე ფრანგებს ზუსტად არაპატიეს იმ ოქროს და დედოლარიზაციის პროცესი, რომელიც იყო დაწყებული და ახლა ყველა მიტირის და ყველა დეგოლის მიმდევარია. ისე როგორც ჩვენთან ყველა ზვიადისტირუა რა. ღირსეულ ხალხს უღირსი შთამომავლობა გააჩნია. მეორე მთავარი საკითხი. პრობლემა რაშია? ამერიკელების მთავარი ინტერესი არის დოლარი. დოლარი, რომელიც სოფლიო ვალუტად იქნა აღიარებული მას შემდეგ, რაც დოლარის მიბმა განხორციელდა ავტობუსი.